დილამშვიდობისა დღეს 10 ივლისია, დილის ხრისნახევარი თქვენთვის მაუწყებელობს წეს ერთეულოვნების დილა. ბედნიერ დღეს გესურვებთ წარმატებულ ნაყოფიერს და მე და ელისაბედ აბულაძე ვიქნებით თქვენთან ერთად მომდევნო 1 საათის განმავლობაში. მოგესალმებით ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ახლა შევიტყვეთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ნახოთ საეკლესიო კალენდარი, რის შემდეგაც რა თქმა უნდა გაგაცნობთ დღევანდელი გადაცემის ანონსს. 10 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს გიორგი მთაწმინდელს, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მართალ იოანა მენელსაცხებლეს, ღირს სამსონ უცხოც შემწყნარებელს, ღირს სევეროს ხუთს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. არა. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას. ქართველთათვის ორი გამორჩეული წმინდანია გიორგი მთაწმინდელი, ოდესის წმინდანი კირიონ მეორე კათოლიკოსი. სწორედ მათ შესახებ, მათ ღვაწლზე, მათ მნიშვნელობაზე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, რომელიც ბრძანდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალონიძე. ვისაუბრებთ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის მიმართულების შესახებ. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან ფაკულტეტის პედაგოგი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ქეთევან აბაშიძე და კურსდამთავრებული იოანე ლორთქიფანიძე. და გალერეა ოპიზარში სამშხე ჯავახეთის მხატვრების შემოქმედების ამსახველი გამოფენა გაიხსნა, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება და ჩვენ ნახავთ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტს გადაცემის შუალობისას. და ასევე ვისაუბრებთ კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, პირველი საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. პროექტის დამფუძნებელია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო და თემაზე სასაუბროდ სტუდიაში შემოგვიერთდებიან სტუმრები. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი, ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გულანის რედაქტორი ქალბატონი ბელასარია და პირველი ქართული საერთაშორისო თეატრის ტექნიკური რეჟისორი, ფონდი დიასპორების ალიანსის წარმომადგენელი ცხირვალის რეგიონში ქალბატონი მაკა მიდოდაშვილი. ასეთი გადაცემა გალოდდება წინ, მანამდე ახლა შევიტყოთ ამინდის პროგნოზი, როგორი ამინდი გალოდდება, დათვა, ზაფხული უკვე იგრძნობა და როგორც იქნა, როგორც. ხო, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში უკვე მოძღვართან ერთად დაგვალოდით.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს გამორჩეული წმინდანების ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებით გიორგი მთაწმინდელის და კირიონ მეორე კათოლიკოსის და სწორედ მათ ღვაწლზე, მათ მნიშვნელობაზე ისაუბრებს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი ვაშალოვიძე. დევამშვიდობისა, მამա გიორგი, დაგულოცეთ. მოგესალმებით, დაგულოცეთ. გაგახაროთ თქვენს ასევე მრავალ დაგასულთ ღმერთმა. გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს ჩვენს წინაშე. უდიდესი ღვაწლი აქვს ზოგადად ეკლესიის წინაშე, ის არის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდა მამა, მთაწმინდელი მამა, სხვადასხვა განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ათონზეც, ასევე და ზოგადად საერთაშორისო წმინდანია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ჩვენთვის ფასდაუდებელია მისი შრომა, მისი ღვაწლი, მისი წარმოუდგენელი მართლაც ზრუნვა ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ წარმოვიდგენთ რა პერიოდში მოღვაწეობდა, რა დროს და მიუხედავად მისი ამ ღვთისმსახურებისა, იმიტომ რომ ის ბრძანდებოდა ხო, როგორც წმინდა ბერი ათონს მსახურობდა და მაინც იცოდა და წარმოუდგენელი შრომები დაგვიტოვა, ვისაუბროთ მასზე და ცხადია ასე ვისაუბრებთ ჩვენ კირიონ მეორე კათოლიკოსზე. დიახ, მართლაც დღეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული ორი წმინდანის მოღვაწეობის შესახებ გვიწევს საუბარი და საქართველოს სამოსახლო ეკლესია ამ ორ უდიდეს წმინდანს მოიხსენიებს, ხაზაშორის მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ეპოქალური სხვაობა საკმაოდ თქვათ დიდია, მაგრამ მათი მოღვაწეობა გარკვეულწილად გავს კიდეც ერთმანეთს და აი შევეცდებით რომ თავისთავად ცხადია მხოლოდ არსებითი ნაწილი მოიხსენიოთ ხსენებულ წმინდანთა ცხოვრებიდან. უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ წმინდა გიორგი მთაწმინდელზე. მართლა წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეიძლება ითქვას ეს გახლავთ ეპოქალური და ფენომენალური წმინდანი მამა, რომელიც მხოლოდ საეკლესიო მოღვაწეობით არ იფარგლება, მისი ღვაწლი ეფინება განათლების სფეროს, ეროვნულ სფეროს, ის მოღვაწე 1009 წელს დაიბადა ის თრთიალეთში, 7 წლის იყო, როდესაც ის ხახულის მონასტერს მიაბარეს, ასე ვთქვათ, მამა მიიყვანა მონასტერში და ის ფაქტობრივად ხახულის მონასტერში გაიზარდა. ამის შემდგომ წმინდა გიორგი თავისმა ბიძამ, კი ბატონო, თავისმა ბიძამ მიიყვანა იქ. ამის შემდგომ როცა დადგა წმინდა გიორგი მთაწმინდელის, ასე ვთქვათ, მოციქულობის ასაკის მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, მოგეხსენებათ მაშინდელი ბიზანტიის დედაქალაქი, სადაც იყო ცენტრი და საგანმანათლებლო, კულტურული და აბსოლუტურად შეიძლება ითქვას ყველა თქვათ ცივილიზაციის ყველა ბურჯი იქ მყოფობდა და აი აქ იღებს სწორედ ის განათლებას, შეისწავლის ფილოსოფიას, თეოლოგიას და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კარგად შეისწავლის ბერძნულ ენას. მოგეხსენებათ თქვენ რომ იმ ეპოქაში ბერძნული ენა ეს გახლავთ დომინანტი ენა, ბერძნული ენა გახლავთ ენა, რომელზეც დედანში დაიწერა ახალი აღთქმის წიგნები და უპირველეს ყოვლისა სახარება, უნდა მოიხსენიოთ 4-ვე სახარება და შესაბამისად ამენაში განსწავლულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ეპოქის მოღვაწისთვის და შემდგომ ჩვენ ვხედავთ რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამას ძალიან კარგად იყენებს. ამის შემდგომ წმინდა გიორგი ბრუნდება საქართველოში და შემდგომ ამისა ის მიემგზავრება სირიაში, შავ მთაზე და იქ აღიკვეცება, იქ არის სვიმეონ საკრულმოქმედის ლავრა, სადაც ის ასევე გაიხსნობს წმინდა გიორგი შეყენებულს. ეს ადამიანი გიორგი შეყენებული გახდება შემდგომ მისი მოძღვარი და ისიც უნდა ითქვას რომ გიორგი შეყენებულს თუ შეიძლება ასე ითქვას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მან წმინდა გიორგის ჩამოყალიბებაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ჩამოყალიბებაში და სწორედ ამის შემდგომ ის თავისი მოძღვრის კურთხევით მიდის იერუსალიმში და შემდგომ ამისა მიემგზავრება ათონის მთაზე. აი თქვენ ახსენეთ ათონის მთა, თქვენ იცით რომ თუ შეიძლება ასე ითქვას ქართული მწიგნობრობის, კულტურის და რაც ყველაზე მთავარია სულიერების მწვერვალია. ამ დროს უკვე ათონის მთა ახალი დაარსებულია, შედარებით იქ ივანე და ექვთიმე მოღვაწეობს და ასევე კარგად მოიხსენება ჩვენს ტელემაყურებლებს რომ ივანესა და ექვთიმეს ცხოვრება სწორედ გიორგი მთაწმინდელმა დაწერა და აღწერა და ამ ძეგლს ჩვენ სწორედ წმინდა გიორგი მთაწმინდელისგან ვიცნობთ და ამ ძეგლში კარგად ჩანს რომ ის არა მხოლოდ კარგი მთარგმნელი იყო, არამედ ბრწყინვალე ავტორი იყო
თავის მიერ შექმნილი ორიგინალური ნაშრომებისა თავად გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება მისმა მოწაფემ გიორგი ხუცეს მონაზონმა აღწერა. რა თქმა უნდა სასაუბრო ძალიან ბევრია, მაგრამ აი უნდა ითქვას აუცილებლად წმინდა გიორგი მთაწმიდელის ღვაწლი ქართული მწიგნობრობის ასპექტში. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ წმინდა გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან ხელახლა, იქამდე ჩვენ უნდა ითქვას აუცილებლად წმინდა ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი, რომელმაც ბერძნულიდან თარგმნა თითქმის ყველა საღვთისმეტყველო ჟანრის წიგნი და იგივე საკეთებს გიორგი მთაწმიდელი, ოღონდ ის უფრო რა თქმა უნდა ამით ის თავადაც აღნიშნავს, რომ არანაირ ჩრდილს არ აყენებს თავისი წინამორბედის წმინდა ექვთიმეს ნაშრომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში წმინდა გიორგი მთაწმიდელი ბერძნულთან უფრო აახლოებს ამ ტექსტს, ვინაიდან ამ პერიოდში იყო როგორი პრეტენზია ქართველების მიმართ, რომ თითქოს და ქართველებს არ ქონდათ უფლება, რომ თქვა რაღაც უბრალოდ ქართველებს არ ქონდათ შესაბამისი განათლება და შესაბამისი თქვა მოცემულობა, რომ თითქოს აი ქართულ ენაზე ქართულ ენა ვერ იტევდა თქვათ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. ზოგადად აი ეს მნიშვნელოვანია, რომ სახარებისეული ჭეშმარიტების დამტევნელობა ბენას უნდა შეეძლოს. ბერძნულ ენას ეს შეუძლია თავისთავად ცხადია და იგივე პრეტენზია თუ შეიძლება ასე ითქვას განაცხადა წმინდა გიორგი მთაწმიდელმა და ის ფაქტობრივად არ დარჩენილა საეკლესიო ლიტერატურაში ჟანრი, რომელსაც მისი კალამი არ მიწვდომოდა. ეს ის ეპოქა ასევე, როდესაც საქართველოს ეკლესია იერუსალიმური ტრადიციიდან გადადის კონსტანტინოპოლურ ტრადიციაზე და წმინდა გიორგი მთაწმიდელი ფაქტობრივად აკეთებს კოლოსალურ საქმეს და ის ხელახლათა მაგალითად მან თარგმნა თვენი, მან თარგმნა მარხვანი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა რასაკვირველია თარგმნა სახარება. მისი თარგმნელობითი სტილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოთაშორის დღეს რომ ტაძარებში სახარება იკითხება, ის სწორედ გიორგი მთაწმიდელის თარგმნილია და დიახ, აი ეს აუცილებლად უნდა ითქვას და რატომ აირჩიეს ეკლესიამ? ჩვენ გვაქვს არაერთი თარგმანი ექვთიმესი, შემდგომში ეფრემ მცირესი, რომელიც გამოწვლილი თარგმნის ასევე რატომ აირჩია საქართველოს სამუსიკო ეკლესიამ წმინდა გიორგი მთაწმიდელის თარგმნელი? იმიტომ რომ აი ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს გიორგი მთაწმიდელის მიერ თქვა დაწერილი ეს უბრალოდ თარგმნილი ეს სახარება არ თარგმანი კი არ არის, თითქოს მისი ორიგინალური თხზულება, ანუ არა მხოლოდ თარგმნის, არამედ ქართული ენის, ქართული ფსიქოტიპაჟის ყაიდაზე გარდაქმნის ამას. თითქოს ეს ამბავი საქართველოში ხდება და ეს ყველაფერი კი ბატონო ქართული არის. სწორედ აი ამ უნიკალური ნიჭის გამო არის არჩეული თქვა ყველაზე გასაგებად წმინდა გიორგი მთაწმიდელის მიერ. ერთი სიუჟეტი უნდა მოიხსენიოთ აუცილებლად გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებიდან, კერძოდ როდესაც ის მას აქვს პაექრობა მაშინდელი ანტიოქიის პატრიარქთან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, როდესაც ანტიოქიის პატრიარქი თეოდოსიუსი გამოთქვამს შეგულიანებული თავისთავად ცხადია ბერძნებისგან, რომ საქართველოს თითქოს არ აქვს უფლება საქართველოს ეკლესიას იყოს ავტოკეფალური, არ აქვს უფლება იმიტომ, რომ თითქოს და ამ ქვეყანაში არ აქვს ნაკადაგები მოციქულს, ზოგადად ავტოკეფალურობის საფუძველი საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად უნდა იყოს მოციქულთა ქადაგებდობა ამა თუ იმ ქვეყანაში და მაშინ აი ასე აღწერს გიორგი ხუცეს მონაზონი ამ სიუჟეტს, რომ თითქოს წმინდა გიორგი თეოდოსიუსი კითხულობს, რომ ის ქართველთა შორის ვინმე ბერძნული და ამ დროს მის წინაშე წარსდგება ბერძნული ენით ბრწყინვალედ მეტყველი წმინდა გიორგი მთაწმიდელი და მას ეუბნება და ის მოიხმობს და ის ამბობს, რომ რა თქმა უნდა საქართველოში აქვს ნაკადაგები მოციქულებს და ამ კუთხით ის იმოწმებს და მოიხმობს კი ბატონო ანდრიას მიმოსვლანი ასეთი წიგნი არსებობდა, რომლის ავთენტურობაში ეჭვი არც თავად ანტიოქიის პატრიარქს ეპარებოდა, იმიტომ რომ ეს იმ დროიდანვე საყოველთაო ცნობილი წიგნი გახლავთ და იქ ანდრიას მიმოსვლანში სწორედ წერია თუ როგორ ჩამოდის წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში. ამის შემდგომ თუ შეიძლება ასე ვთქვათ შეტევაზეც კი გადადის წმინდა გიორგი მთაწმიდელი ანტიოქიის პატრიარქის. ძალიან საინტერესო არგუმენტი მოყავს. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ცნობილია საყოველთაოდ, რომ ანტიოქიის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესია ითვლება ანდრია მოციქულის მიერ დაარსებულად, ვინაიდან როგორც აღნიშნეთ, პირველი მქადაგებელი თავად იყო ჩვენში ის და ის ეუბნება, რომ თუ კი მაინცსა და მაინც მორჩილებაზეა საუბარი,
ვინაიდან და რადგანაც ვიცით ჩვენ ივანეს სახარების თანახმად პირველი მაცხოვართა მიდის ანდრია, ამიტომაც ეწოდება მას პირველ წოდებული, პირველ მოწოდებული. და შემდგომ ანდრიას მიყავს პეტრემასთან. და თუ მანდ მორჩილებაზეა საუბარი ამობს გიორგი მთაწმიდელი, ჯერ არს რომ წოდებელი წოდებულს დაემორჩილოს. ანუ ეს ამის შემდგომ როგორც შემდგომ აღნიშნავს გიორგი ხუცის მონაზონი, არასოდეს საუკუნეთა განმავლობაში არც კი დამდგარა საკითხი, ესე იგი საქართველოს ავტოკეფალურობის დაკავშირებით. კი ბატონო. აი ეს არის სწორედ ის რაც აი წმინდა გიორგი მთაწმიდელს აი ეს თუნდაც ეს წარმოაჩენა, ანუ არა მხოლოდ განათლებული და ღრმად სულიერების პატრონი გახდა წმინდა გიორგი მთაწმიდელი, არამედ გახდა პრინციპული და საოცრად მოღვაწე და თუნდაც დიპლომატი. ერთგვარად შეიძლება ეს ფაქტი, რაც თქვენ მოიყვანეთ ხა, რომ პატრიარქს ასე ვთქვათ, აი ექნება და უსაბუთებს, ასევე ალბათ გარკვეულწილად მის პერსონას უსვამს ხას, იმიტომ რომ შემთხვევით ადამიანს არ მოусმენს პატრიარქი და პოლემიკაში შედის პატრიარქთან, ხო? ესეც ალბათ მის სტატუსს და მაშინ იმ დროისთვის მის ასე ვთქვათ პიროვნებას დიდ ხას უსვამს. დიახ, რა თქმა უნდა, ავტორიტეტს ასე ვთქვათ. აბსოლუტურად სწორი აქცენტი დასვით, იმიტომ რომ თავის თვალსაჩინოა, ანუ თანაც პატრიარქის განწყობა როგორია, რომ რა თქმა უნდა საქართველოში არ უბრალოდ ქართულთა შორის არ შეიძლება რომ მოიძებნოს ვინმე, ვინც მინიმუმ ბერძნულიძეს და უცბად აღმოაჩენს, რომ არც ბერძნულიც, არამედ უაღრესად განსწავლულია და წყაროებით, ანუ უდასტურებს და უსაბუთებს წყაროების მოხმობით, არა თქვათ ისე ზეპირის საუბრით, არამედ ესე იგი მტკიცებულებებით განამტკიცებს თავის სიტყვას. კი ბატონო. ათონის ქართულთა მონასტრის წინამძღვარი იყო. დიახ, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის ეს უნდა ითქვას, რომ ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი იყო მისი სრული წინააღმდეგ. მას არათუ მღვდლობას კი არ უნდა და რომ არა მისი მოძღვარი როგორც უკვე აღნიშნეთ, ის გუდელიც არ გახდებოდა და ნუ შემდგომ მთავრობა შესთავაზეს მთავრობა და ამაზე კი ბატონო მტკიცებუარი განაცხადა და სხვათა შორის ათონის ივერთა მონასტრში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშა გიორგი მთაწმიდელის მოღვაწეობამ. ესე აი მის ასე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, სამოქალაქო პასუხისმგებლობას და თავის ერისადმი სიყვარულს ერთი მისი ფრაგმენტიც ადასტურეს მისი ცხოვრებიდან. კერძოდ ვიცით ამ დროს საქართველოში მეფე არის ბაგრატ მეოთხე და ბაგრატ მეოთხის მიწვევით ის ჩადის საქართველოში და ცნობილი არის რომ ის გარკვეულ საეკლესიო საკითხებს აგვარებს საქართველოში. აი სწორედ აქ შეთავაზეს მას ბაგრატი ეპისკოპოსობას, ის კატეგორიულ უარს ამბობს და ცნობილია რომ მან მისი ცხოვრების თანახმად 80 ბავშვი წამოიყვანა საქართველოდან და ჩაიყვანა კონსტანტინოპოლში განათლების მისაღებად. ანუ ეს ფაქტიც მის ღრმად პიროვნებაზე მეტყველებს. ანუ მას უნდოდა რომ ეს ბავშვები რა თქმა უნდა აღიზრდებოდნენ და შემდგომში თუნდაც ათონური სკოლა გაგრძელებულიყო, თქვათ ამ მომავალი თაობით. ანუ ეს მისი ცხოვრებისეული ეს ფრაგმენტის კარგად ასაჩინობებს მის პიროვნებას. უნდა ვთქვათ, ისიც სამწუხაროდ საქართველოს არ იცნობს იმ დონეზე. გიორგი მთაწმიდელი არის უაღრე, აი ჩემი არ არის მარტო ის და ბევრჯერ გვისაუბრა მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყავს ორი დიდი მნათობი. აი ყველა რა თქმა უნდა არც წმინდანს ამით ჭრილი არ ეყენება თავის თვალსაჩინოა, მაგრამ რომელთაც უაღრესად დიდი წვლილი აქვს საქართველოს სულიერების და ასევე ეროვნულ ასპექტში. ეს გახლავს წმინდა გრიგოლ ხანძთელი და წმინდა გიორგი მთაწმიდელი. და არც ესაც, არც მეორესაც სამწუხაროდ ქართული მოსახლეობა. ზოგადად ჭირს მამა გიორგი, ალბათ თქვენს დამეთანხმებით და ჩვენ გვისაუბრეთ ხო წმინდანებს საუბრობთ, აი ვიფარგლებით იმით, რომ ვიცით უბრალოდ სახელი გაგვიგია ამ დღეს სიტყვით აღნიშნავ და არ ვინტერესდებით. აი მაგალითად გიორგი მთაწმიდელის დღეა, დღეს ვსაუბრობთ უცვლელ გადაცემას. რატო განვადიდებით, რატო დაარსა წმინდა ეკლესიამ ეს დღე და თითქოს აღარ ვინტერესდებით, რომ ჩვენით გავიგოთ და ერთგვარად ეს პატივიც მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, რომელმაც აი თავი დაასდო უბრალოდ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, სულიერებისთვის და ასევე რაღაც ჩვენც გავიგოთ, რატო იყო ეს მოღვაწე. ჭირს ეს თანამედროვე ქრისტიანებს, რომ ღრმად დაინტერესება არ გვინდა და ვიფარგლებით. როცა ამდენი საშუალებაა დღესდღეობით. საბედნიეროდ. კი ბატონო. კიდევ ერთი დიდი მოღვაწის ხსენების დღეც არის დღეს. წმინდა მღვდელმოწამე კირიონის, რომელსაც ძალიან რთულ ეპოქაში მოუწია. რთულ პერიოდში. მოღვაწეობა ეს არის მე-19 საუკუნის საქართველო, ვიცით რა მდგომარეობა დასაწყისში მე-19 საუკუნის და არაერთმა დევნამ და შევიწროებამ მოიწია მის თავზე, ვიცით და მისი აღსასრულიც იყო მოწამეობრივი და ბედის ირონია ალბათ, რომ უკვე დამოუკიდებელ
საქართველოში მოხდა ეს ყველაფერი მათთვის. აი მისი მოღვაწეობის შესახებ ამავდროულად წმინდა კირიონი მღვდელმოწამე კირიონი იყო დიდი მეცნიერი, ანუ დიდი მეცნიერების კუთხითაც ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა და ეს პარალელი შეიძლება გიორგი მთაწმინდელსა და მღვდელმოწამე კირიონის შორის გაივლოს. სხვათა შემთხვევით არაფერი ხდება და ის რომ ამ ორი დიდი წმინდანსწენება ერთ დღეს არის, ესეც გარკვეულწილად მინიშნება იმისა, რომ მართლაც ამ ორი დიდი წმინდას ჩვენ აი აღვნიშნეთ საუბრით დასაწყისში, რომ მართალი ეპოქალური სხვაობა ასხვავებს, მაგრამ ძალიან გაუთ მათი მოღვაწეობა ერთმანეთს. თუნდაც ის რომ განათლებისადმი სიყვარული, ორივე უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდა და ორივე როიტყვიან აი შეიძლება თქოს ცოცხლად შეწირული საკუთარი ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესების სამსხვერპლოზე. ამიტომ და კირიონი თქვენ სწორად აღნიშნეთ ძალიან რთულ ეპოქაში მოღვაწეობდა. სხვადასხვა გიორგი მთაწმინდელის, იმიტომ რომ გიორგი ბაგრატ მეოთხეს პერიოდში უკვე საქართველოს ძლიერი იყო, მაგრამ მისი სისუსტე იწყებოდა და შემდგომ უკვე გიორგი მეორეა, როდესაც ფაქტობრივად დიდი თურქობა იწყება და თითქმის საქართველოს განადგურების პირას მიდის ვიდრე დავით აღმაშენებლამდე, ხო? მაგრამ კირიონის მოღვაწეობა, ვიცი თქვენ რომ მე-19 საუკუნეს განეკუთვნება და მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან შემეშალა. კი ბატონო, და უნდა ითქვას აუცილებლად ის რომ აი 1811 წელს ვიცით ჩვენ რომ გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალია რუსეთის მიერ და მაშინდელი კათალიკოსი ანტონ მეორე გაიწვიეს რუსეთში. სხვათა შორის 1802 წელს გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. უბრალოდ პირველი 1800 პირველი წლის მანიფესტის და 1802 წელს უკვე სიონში გამოაცხადეს და აქედან აი 9 წელი ის შეინარჩუნა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია 9 წელიწადი არ არის ცოტა დრო, მაგრამ კი ბატონო, თან მით უმეტეს, როდესაც გაუქმებულია ფაქტობრივად საქართველოს და მაგრამ აი ანტონ მეორე ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად შენარჩუნდა და ამის შემდგომ უკვე 1917 წლამდე საქართველოს ავტოკეფალია წართმეული აქვს. ისევე როგორც სახელმწიფოებრიობა 1918 წლამდე. და სწორედ ამ ეპოქაში მოღვაწეობს კირიონი უნდა ითქვას ის რომ გიორგი საძაგლიშვილი ერისკაცობაში კი ბატონო ნიქოში დაიბადა ის დაამთავრა ჯერ გორში დაამთავრა სასწავლებელი, შემდგომ თბილისში დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდგომ კიევში დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და ღვთისმეტყველების კანდიდატის სტატუსით დაუბრუნდა ის საკუთარ ქვეყანას და ის მაშინვე ჩაება საქართველოს ეკლესიის განვითარების საქმეში, არაერთ წერილს და სტატიას აქვეყნებდა როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო თქვათ მასშტაბით და რაც ყველაზე მთავარია ის იყო თუ შეიძლება ასე ითქვას ფლაგმანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაება საქართველოს ავტოკეფალიისთვის ბრძოლაში. სხვათა შორის აი ავტოკეფალურობა აი ჩვენ გიორგი თუდას ამ კუთხითაც არის ძალიან დიდი სხვაობა, როგორც გიორგი მთაწმინდელი იცავს ავტოკეფალურობას, ფაქტობრივად კირიონი ამ ავტოკეფალურობას შეეწირება. ეს ავტოკეფალურობა არ არის მხოლოდ რაღაცა დამოუკიდებლობა და რაღაცა ახირება ბოდიში მომითხოვე. ხო, ეს გახლავთ ისტორიული პროცესი, რომელმაც ფაქტობრივად ჩამოაყალიბა საქართველოს ეკლესია. ამიტომაც მის დაკარგვას ძალიან მწარედ აღიქვამდნენ. დღიდან დაარსების ავტოკეფალურობის არ დაუკარგავს 1811 წლამდე საქართველოს ეს 1917 წელს უკვე აღდგა და მაშინვე ამას ასე ეწოდებენ ისტორიკოსები ავტოკეფალისტთა ბრძოლა. ანუ ამ აქ იყო არა მარტო კირიონი, აქ იყო ლეონიდე ოქროპირიძე, უნდა ვთქვა შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი და ამბროსი ხელაია კი ბატონო და არაერთი უდიდესი მოძღვარი, რომელთაც გვერდში ედგნენ თერგდალეულები, ილიას თაოსნობით, ილია ჭავჭავაძე ძალიან დაინტერესებული იყო ამით, წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი და ასე შემდეგ და ეს იყო ერთობლივი ბრძოლა თუ შეიძლება ასე ითქვას. ამის გამო ხა ჩვენ არ შევეხებით დაწყვეტით მის ცხოვრებას დროის უქონლობისა გამო კირიონ ძალიან ბევრი დევნა შეხვდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში გადაასახლეს რუსეთში, მაგრამ საინტერესო იყო ეგზარქოს ნიკონის მკვლელობას აბრალებდა კი ბატონო 1908 წელს, მაგრამ იქამდე ის გადაასახლეს
გადაასახლეს და სხვათა შორის გადასახლებაშიც ის არ ეშვებოდა ამ ბრძოლას და არ ნებდებოდა და აი ამ გადასახლების ადგილებს ძალიან ხშირად უცვლიდნენ იმიტომ რომ სადაც კი ესე გადაასახლება იქ მაშინვე გააბავდა კავშირებს თანამოაზრებს შეიკრიბებდა საქართველოსთან კავშირს არ კარგავდა საქართველოში მოღვაწეებთან და ძალიან საშიში პიროვნება იყო პირდაპირ შეიძლება ითქვას ის დაუმორჩილებელი საქართველოს დროისთვის კი ბატონო ცნობილია რომ ბოლოს აი აფხაზეთში ამ აფხაზეთი ჩააბარეს აფხაზეთის ერთ-ერთი ასე ვთქვათ აფხაზეთის საკათალიკოს უკაცრავად საეპისკოპოსო ჩააბარეს და იქ შესთავაზეს კირიონს რომ შესთავაზეს ეგზარქოსობა ნუ მოგეხსენება თქვენ რომ ეგზარქოსობა დაწესდა რა ავტოკეფალიის გაუქმების შემდგომ შესთავაზეს ეგზარქოსობა თუ კი ის ხელს აიღებდა ავტოკეფალურობასთან მიმართებით ბრძოლას და რა თქმა უნდა ამაზე არ დათანხმდა ესე იგი შემდგომი კათალიკოსი კირიონი და პირიქით მან აფხაზეთში გააჩაღა ბრძოლა იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ რომელიც აფხაზებს შთააგონებდა რომ თითქოს ისინი რუსეთის ნაწილნი იყვნენ და კირიონი მათ შეაგონებდა ხალხს რომ თუ კი ისინი რუსეთს დაემორჩილებოდნენ თვითონ როგორც ეთნოსი გაქრებოდნენ აფხაზები ეს ხო ეს მუდმივ დღევანდელ დღეს პრობლემაა ეს აფხაზეთში ფაქტო და აი კირიონი ამათ უხსნიდა აფხაზებს რომ თუ კი თქვენ საქართველოსთან დარჩებით მაშინ ქართველიერი იქნება ის რომელიც დაიცავს თქვენს ეთნიკურობას თუ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი თქვენს ეთნიკურობას ჩაყლაპავს ეს ეუბნებოდა მათ და აი და ამის გამოც ის განარიდეს ისევ და ცნობილია რომ ერთ-ერთ ადგილას ისეთ ადგილას გადაასახლეს რომ აი ნიკიტა თალაკვაძე ახდა მას თავისი თანამებრძოლი და ის აღწერს რომ იმდენად ძიმე ადგილი იყო ერთ-ერთ ნესტიან ყელიაში გამოკეტეს და ყინულზე გადავაფარეთ ნაბადი და იმაზე იწვა კირიონ წარმოვიდგინეთ ფაქტობრივად ყინულზე ეზინა ადამიანს ანუ ასე დიდი მოღვაწე იყო ნუ 1917 წელს ცვლილებები მოხდა თავად რუსეთის იმპერიაში მოგეხსენება თებერვლის რევოლუციამ შესავალა პოლიტიკური მდგომარეობა და ამით ისარგებლეს თუ შეიძლება ასე ითქვას ქართველებმა და პირველი ვინც განაცხადა უკვე დამოუკიდებლობის შესახებ სრული ეს იყო საქართველოს ეკლესია ამ დროს გადასახლებაშია კირიონი და აქ ლეონიდე ბრძანდება და სწორედ ლეონიდე იწყებს ბრძოლას და მართლაც 1917 წელს 9 მარტს გაიმართა საიდუმლო შეხვედრა სადაც ეს ლეონიდე და ეს მამები მონაწილეობდნენ კირიონი არა კირიონი გადასახლებაშია და მიიღეს გადაწყვეტილება და ამავე წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა აღდგა უფრო სწორად საქართველოს ავტოკეფალია და თავისთავად ცხადია შედგა დროებითი მმართველობა დროებით მმართველობას უნდა მოემზადებინა მომავალი კათალიკოს პატრიარქის არჩევნები ერთი მხრივ და მეორე მხრივ უნდა ემუშავა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აღიარება ჩვენი უწმიდესის და შემდგომ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ერთი იყო თქვა მოპოვება, აღდგენა და მეორე აღიარება კი ბატონო. და ამ მიზნით თავისთავად ცხადია რომ შთამულიყო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში კირიონი მოიწვიეს გააგზავნეს მასთან დელეგაცია. სხვა შორის კირიონს არ უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ შემდგომ რაღაც დაჟინებული თხოვნების გამო კირიონი ბრუნდება საქართველოში, მას ხვდება ჩეხოსანთა რაზმი, მოაცილებენ თბილისში და კირიონი აქტიურად ებმება აი ამ პროცესში და 1917 წელსვე გაიმართვა არჩევნები ფარული კენჭისყრით მოგეხსენებათ და ორი კანდიდატი იყო ფაქტობრივად ლეონიდე და არჩეული იქნა კირიონი. რაც არაპატირის და მოკლეს მარტყოფის მონასტერში. 1917 წლის 27 ივნის მარტყოფის მონასტერში ყველანი ნაყოფი ვართ იმოთავში, როდესაც შედიხარ საოცარი გზნობა გეუფლება ის ადის მარტყოფში თავის ასე ვთქვათ ხელქვეით ტარასი კანდელაკთან ერთად და აღწერილია ილოცებს შედის მუშაობს გარკვეულ წიგნზე სადღაც დაახლოებით ღამის პირველ საათზე და ანებებს მუშაობას თავს და ცნობილი იყო რომ ძალიან ადრე დგებოდა დილის 5 საათზე დგებოდა და ლოცულობდა და შემდგომ ისევ აგრძელებდა მუშაობას მაგრამ დილას ის როდესაც მან დააგვიანა გამოსვლა და შევიდნენ სისხლის გუბეში ნახეს წმინდა მოწამე კათალიკოსი და უნდა ითქვას ის რომ მისი მკვლელობის გამოძიება დაიწყო მაგრამ არანაირი ვთქვათ დასკვნა და შედეგი არ დადებულა ვერსიების დონეზე დარჩა ვერსიების დონეზე დღესაც აი დღესაც კი ჩვენ იურიდიულად ასე ვთქვათ ახლა ვარაუდის დონეზე რა თქმა უნდა ვიცით მაგრამ აი იურიდიულად დადასტურებულად
ჩვენ არ ვიცით ვინ მოკლა წმინდა კათოლიკოსი, მაგრამ აი ღვთის წინაშე კიდევ ერთი მარტვილი ყავს საქართველოს და ღვთის წინაშე რომლის საფლავი ციონის საპატრიარქო ტაძარშია აქ უნდა თქვა აუცილებლად უნდა იყოს. დიახ, და ძალიან ცოტა დრო გვჩება და ჩვენს პასუხისმგებლობაზეც რო ვისაუბროთ დღეს თანამედროვე ქრისტიანების იმ დიდი მოღვაწეების მიმართ, რომელსაც დღეს ვიხსენიებთ და რომელსაც რა თქმა უნდა განადიდებს ეკლესია და მეუხებას ვთხოვთ ღვთის წინაშე. მე ხალხასით იმიტომ აღურისმე საფლავის სიონშია მეთქი რომ ჩვენ გვჩევი ახლა მაგალითად დღეს რო გავიგოთ რომ ჩამოვძენეს რომელიმე წმინდა ნაწილი ძალიან კარგად დადგება რიგები. მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება სიონში მოვიდეთ ახლა და კირიონის საფლავთან არავინ არ იყოს. აბსოლუტურად გეთანხმებით. სამწუხაროდ ეს სენი ჭირს ჩვენ, იმიტომ რომ არა და სხვა ეკლესიებში ასე არ არის. ეს სადაც მინახია ძალიან დიდ პატივს და თაყვანს მიაგებენ. კიდევ ერთხელ იგი თუნდაც კირიონი, თუნდაც გიორგი მთაწმიდელი ეს იმდენად თუ შეიძლება ახლა კიდევ ერთხელ წმინდანებში ასე არ იყოფა, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული თავის ეპოქაში გიორგი მთაწმიდელს და კირიონსაც, რომელთა შედეგსაც ჩვენ დღეს ვიღწვი, ხო ვიმკებთ. ამიტომ კი ბატონო, ამიტომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ესენი არ არიან ცდაი ადამიანები რომ წარსულში იყვნენ და მორჩა. წარსულის სოლნა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომელთაც რომ არა მათი ცხოვრება დღევანდელი საქართველო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ან იქნებოდა თუ არა, საერთოდ რომ არა ასეთი პიროვნებები, ესეც საკითხავია. ამიტომ აი თქვენ სწორად ვცანეთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა მრევლმა იცოდეს ამ მოღვაწეთა შესახებ. იცოდეს მათი ცხოვრების ამ ადამიანებმა თუნდაც დღეს რომ მრევლია ამათვის თავი გაწირეს. ამათვის სისხლი დაღვარეს, ოფლი დაღვარეს და ჩვენ უპრიანია უნდა ვიცოდეთ თავის ცხადია და არა მარტო უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა როგორც წმინდანებს უნდა ვეთაყვანებოდეთ კიდეც მათ. დიდი მადლობა. სიონის საპატრიარქო ტაძრის გლოვსახური თბილისის სასულიერო სემინარის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე გვესაუბრებოდა ჩვენ გიორგი მთაწმიდელს და წმინდა კირიონ მეორე კათოლიკოსზე ვსაუბრობთ, რომელთა ხსენებაც დღეს არის დაწესებული წმინდა ეკლესიაში. და ვაგრძელებთ გადაცემას, ლოცვის დრო არის, ერთად მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი
გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. ახლა ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის მიმართულების შესახებ. თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდნენ სტუმრები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან აბაშიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული იოანე ლორთქიფანიძე. მოგესალმებით, ქალბატონ ქეთევან, იოანე, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან ახლოვდება რეგისტრაცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში და ასევე შიდა გამოცდები, ვსაუბრობთ ფაკულტეტების შესახებ და დღეს გვინდა რომ არქიტექტურის მიმართულებაზე, საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების მიმართულებაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თუ რითი არის განსხვავებული ეს მიმართულება. ჩვენ ვიცით რომ არქიტექტურის ფაკულტეტი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც არის. აი კონკრეტულად თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ამ მიმართულებას რა გამოარჩევს, რა არის მისი უნიკალური ნიშა? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, კირიონ კათოლიკოსის ხსენების დღეს და ჯობეთიოს უფალი, იცით, ეს ფაკულტეტი, ამ ფაკულტეტს გამოარჩევს ზოგადად ჩვენ სასწავლებელსაც პირველ რიგში ალბათ სიყვარული.
სიყვარული სტუდენტებისადმი, რაც გულისხმობს უნდა გითხრათ იმას, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ჩვენი ახალი თაობის დღევანდელობასაც. ისინი არ უნდა იყვნენ მოწყვეტილი იმ ცხოვრებას, იმ საერო ცხოვრებასაც, რომელშიც დაიბადნენ იმ დროს, რა თქმა უნდა. და ამავე დროს აუცილებლად უნდა იცოდნენ და ეფუძნებოდნენ საღვთოსწავლებას და იმ ისტორიას სულიერ საღვთისმეტყველოს, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ამიტომ ეს არის რაღაც ერთობლივი შეკრებითი ფორმა, ვთქვათ, ესეთი სინთეზი ჩვენი სწავლების, ხო? იდეა სწორედ ეს დაედო, რომ აი პატრიარქის სწორედ დიდი განჭვრეტით, უნდა გითხრათ 91 წლიდან დაიწყო ხელოვნებაზე ფიქრი პატრიარქმა და სწავლება სასულიერო აკადემიაში იმ დროიდან ვარ მეცი, რომელიც მე დაიყო ასე სხვადასხვა კიდე ფაკულტეტებად ჩამოვყალიბდით და თავარი მიზანი იყო, რომ სტუდენტი ახალგაზრდობა არ დარჩეს გარეთ და ახალგაზრდობა არ მოწყდეს აი ამ ძირებს და საფუძვლებს. და ამიტომ მან მიაკითხა სწორედ იმ იმ ინსტიტუტებს, რომელშიც სწორედ ინახებოდა და აკუმულირდებოდა ეს ცოდნა. ეს არის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი, ხელნაწერები, იქიდან შემოკრიბეს პედაგოგები. და აი ამ საფუძველზე დაიწყო სწავლება. რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო უკვე მათგან იყო. ანუ ეს იყო დიდი სიყვარული სტუდენტებისათვის, ახალგაზრდობისათვის, რომ ისინი ქუჩაში არ დარჩენილიყო ნივრთულ პერიოდში და თანდათანობით ისე ჩამოყალიბდით, რომ ლექტორებს, ოდესაც 70 კაცი ყავდა სტუდენტი, იცით 90-იან წლებში რაც ხდებოდა, საბოლოოდ აი ბევრიც აღარ აყვავს, უკვე ბევრს არ წვიღებთ შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც ეს დამოკიდებულება არ შეცვლა. პირველ რიგში მინდა ვთქვა ეს, რომ ჩვენთან სწავლა გამოცდები იწყება იმის მერე, რაც ეროვნული გამოცდები დამთავრდება. და რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას აქვს თავისუფლება ჩაბარების, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს პირდაპირ შეუძლია მოვიდეს და ჩააბაროს ჩვენთან, მაგრამ უნდა გქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარება. მაგრამ ის ვინც ვერ მოეწყო აი იმათვის განსაკუთრებული რეჟიმი გვაქვს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ ვუტოვებთ შანსს, უტოვებს ეკლესიას შანსს, რომ ისინი არ მოწყდნენ ამ ცხოვრებას და იყვნენ ჩართული სწავლაში, შეძლების დაგვარა ცხადია, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც გათვლილია კარგად სხვადასხვა, არა მხოლოდ თბილისი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრია ჩამოსვლა დღეს საქართველოს, ისევ საქართველოა. თბილისიდან არ იწყება. ამიტომ მათ შექმნილიც აქვთ აქ საცხოვრებელია ჩვენთან, საკვება, ყველაფერი ფინანსდება ეკლესიიდან და ასევე აი ყველა სწავლება სტუდენტები ცხადია აქ არ იხდიან და ამიტომ ეს არის უდიდესი სიყვარულის, ასე ვთქვათ, ცენტრი მე თუ გითხავთ ამათვის, რომ ესენი როგორღაც ჩვენ შევძლოთ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი თუ გაიზრდება, როგორც წმინდა ნინო მოაქცია საქართველოს, ერთმაგნას ერთ-ერთი ასეთიც გამოგვეზარდოს ჩვენ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა აღვნიშნოთ, როცა ჩვენ საუბრობთ რომ ეკლესიის ზრუნველობაა და აქ არის უფასო სწავლება, აქ არის კვება, საერთო საცხოვრებელი, თქვენ ბრძანეთ რომ არავინ დარჩეს გარეთ, არავინ იფიქრებს რომ ამის გამო იქ რაღაცა შემსუბუქებულიან, არა, სწავლის დონეც, დისციპლინაც და ხარისხიც არის უმაღლეს დონეზე. უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა და ჩაბარებისას სხვა შორის ქართულს ვაღიარებთ ჩვენ, ქართული ენის ჩაბარებას და შემდეგ უკვე აქ აბარებენ ესენი საკმაოდ გამოცემს იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა კონტინგენტი მოდის, იმიტომ რომ ლექტორიც უნდა იყოს მზად იმისთვის, როგორი მოდის სტუდენტი და რა მზადობის. და აქვე, ну, რადგან ჩვენ ხელოვნებასთან გვაქვს ხატვასაც აბარებინებენ, ცხადია რომ ვიცოდეთ რა ცოდნით მოვიდა, ეს არ გულისხმობს, ოღონდ რომ ისინი უნდა იყვნენ რეპეტიტორებთან კარგად მომზადებული და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი სკოლები ვერ დავდებთ თავს, რომ კარგ ხატვის მოსწავლეებს გვიგზავნიან, ძოლა ჩვენ უფრო მეტად ვიყავით, ასე ვთქვათ, საამისო მზადობაში. აქვე ვთქვათ მაყურებელს, რომ საფუძვების მიღება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 20 აგვისტოდან დაიწყება და გაგრძელდება 2 სექტემბრამდე, ხოლო შიდა გამოცდები 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ვინც არის დაინტერესებული, მათთვის ალბათ საინტერესო ინფორმაცია, უფრო მეტი დეტალი, ვთქვათ, ვისაც დაინტერესებს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძლება მოიძიოს ეს
ინფორმაცია ასევე ოფიციალურ Facebook გვერდზეც და აი უნარებზე საუბრობთ თქვენ რა უნარები სჭირდება აბიტურიენტს რომელიც გადაწყვეტს რომ აი ამ მიმართულებაზე ჩააბაროს ასე თქვენ საეკლესიო არქიტექტურა და ასევე პროგრამაც საინტერესო რა პროგრამით მაგრამ პირველ რიგში გვინდა სულიერება გვინდა სიხარული და სიყვარული რომ მოდის მას უნდოდეს ეს საქმე ფანქრის დაჭერაც კი გვისწავლებია ზოგიერთი სტუდენტისთვის და ეს დღეს არქიტექტორია. ასეთი უცნაური მოვლენაა დღევანდელი საქართველოს ჩვენთვის და ამიტომ აი როგორ გაუსვას ხაზი, როგორ ვასწავლოთ ხელოვნება და ხატვა ერთად, იმიტომ რომ ხელოვნების ისტორიაზე და მსოფლიო ხელოვნებაზე ელაპარაკო და ბავშვი ფანქრს ვერ ფლობდეს, ხო? ამიტომ სხვადასხვა კურსისთვის ყოველთვის კიდევ შეთავსებულად ამ ჩვენ სილაბუსებთან ერთად ვცდილობთ რომ აი მაქსიმალურად მივაწოდოთ და ისე გავაკეთოთ რომ ხატვასთან ერთად ისიც ვასწავლოთ რომ აზროვნება ისწავლოთ. თავარი მაინც ჩვენთვის არის ყველასთვის რომ ეს იყოს აზროვნება. რომ არქიტექტორი თუ გამოვა განსაკუთრებით არის არქიტექტორებს შენებელია ქვეყნის და დანარჩენი ყველაფერი ეკლესიამდანაც იცით ალბათ ეს არის სინთეზური ხელოვნება და არქიტექტურაში იშლება ყველაფერი ღვთისმსახურია საერო არქიტექტურასაც და სასულიერო საეკლესიოსაც და ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი მიმართებაც რომ ეს ბავშვები თქვენ თქვენ რო არ მოწყდნენ და ეხლა არ იყოს ესეთი განცდა რომ დღეს ყველას გონია რომ ჩვენ ძალით გვინდა მასწავლოს მარტო ეკლესიურობაზე არ არის აქ არის აი შეერთებული სწავლება არქიტექტურის მიმართულებით საეროც აქვს და საეკლესიოც რომ შეეძლოთ მე საპროექტებში მუშაობენ პროფესიის კუთხით ძალიან საინტერესოა იქნებათ შეიძლება ითქვას ამ კუთხითაც საქმეს გულისხმობ იმიტომ რომ ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია როცა პროფესიას ირჩევს ადამიანი პერსპექტივაში ფიქრობს რომ დასაქმდეს მინდა ვკითხო ივანეს პირველ რიგში იმ განწყობაზე იმ გარემოზე ვისაუბროთ რადგან ჩვენ ხას უსვამთ რასაც მართლა ეკლესია მძრნულობითი კუთხით გულისხმობს გითხარი და ზოგადად რატომ აირჩიეთ არქიტექტურა როდის დაინტერესდით და რა მოგცათ სასწავლებლად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. აი ქალბატონმა სწორი თქვა ზუსტად რომ აი თბილისის სასულიერო სემინარია სთავაზობს სტუდენტებს აი ძალიან თბილ გარემოს სამკედლებში დახვდება თბილი გარემო სტუდენტებს ახალმოსულებს განსაკუთრებით. და აი ძალიან აი ოჯახური სიტუაცია არის. მე თვითონაც თავიდან არ ვიცოდის სად ვაბარებდი ასე ბოლო წელს გადავწყვიტე არც არქიტექტურით არ ვიყავი არასდროს დაინტერესებული და აი აბიტურიენტების დროს ფიქრობდი რომ აი რაზე ჩავაბარო თქო და რამდენიმე წლით ადრე მონასტერში ვსწავლობდი ხატწერას ერთი ბერი მასწავლი და იქ ჩემ მოძღვარი არის არქიმანდრიტ ბასილ ანთაძე იქ ხშირი ურთიერთობა ამ ბერებთან და ბოლო წელს გადავწყვიტე რომ აი მოდი სემინარიაში ჩავაბარებ ხატწერაზე თქო. მაგრამ ასე მოხდა რომ აი მამა ბესარიონ მენაბდე ჩვენი კათედრის გამგე. მამა ჩემის ახლობელია და მამა ჩემმა დამაკავშირა რომ აი გამოცდებზე გავსაუბრებოდი როგორ ჩავაბარო რა გავაკეთო და მამა ბესარიონმა ნახა ჩემი ნამუშევრები მე ამასაც ვიტყვი რომ ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ძერწვით პლასტელინთან ვმუშაობდი და რო ნახა ეს ნაძერწები შემომთავაზა რომ არქიტექტურაზე ხო არ იფიქრებდიო რაღაცა დაინახა ხაწერაზე უფრო მეტად შეიძლება ეს ამან დაგაინტერესოსო და აი მართლა გულწრფელად არასდროს არ მიფიქრია რომ აი არქიტექტურით შეიძლება დავინტერესდე მაგრამ აი მამა ბესარიონის ამ სიტყვებმა რაღაცა იმოქმედა დამოფიქრა და აი ბოლო წელს გადავწყვიტე რომ აი არქიტექტურაზე ჩავაბარებ თქო და ნახავ ერთი წელი აი ჩემ მოძღვარსაც გავესაუბრე და კურთხევა ავიღე რომ აი ერთი წელი დააკვირდიო როგორი სიტუაცია იქნებაო შენთვისო აი თუ დაგაინტერესებსო თუ გამოგდისო და მაგის მიხედვით გადავწყვიტე რომ გააგრძელებ თუ არაო და მართლა პირველ რიგში იმან იმოქმედა რომ აი ძალიან მომეწონა თვითონ სიტუაცია სემინარიაში აი ძალიან თბილი გარემო იყო და აი ძალიან ხელს გვიწყობდნენ ლექტორებიც და შესაბამისად ნუ აი ეს იყო ზუსტად მიზეზი რომ არ გავიდე აკადემიაში და დავრჩი და აი და უკვე სადიპლომო ნამუშევარი შეგვიძლია ვისაუბროთ არა თუ ერთი წელი უკვე დიპლომზე რა იყო თქვენი ნამუშევარი თუ შეიძლება ამაზე ჩვენ შეგვიძლია თან კადრებს ვეჭიროთ კი ბატონო მოგახსენებთ აი ჩვენ ნამუშევარში აი სადიპლომო ნამუშევარში ეგ ჩანს განსაკუთრებით კარგად რაც ხალბატონო ქეთევანმა ახსენა და თქვენც აღნიშნეთ რომ აი საერო და საეკლესიო არქიტექტურა ანუ აქ არ არის მარტო ხუროთმოძღვრება აქ არის
საერთოდ მაგრამ ჯერ პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს პირველი ნამუშევარი რაც არის ეს არის მონასტერი დახურული მამათა მონასტერი ძალაანთხევში ღირს იოანე დამასკელის სახელობის და მეორე პროექტი ეს იყო უკვე საერო სოფელ მუხაგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორი პანსიონი რაღაც აი ზრუნველმოკლებულ ბავშვთა და ხანდაზმულთა ურთიერთობის ორგანიზაციის სამყარო და მარტო მიმუშავეთ თუ თქვენთან ერთად თუ რამდენიმე ადამიანის კურსდამთავრებული პროექტი ორი სტუდენტი მუშაობდით დიახ ორი სტუდენტი ისიც რომ თქვა ვინ არის თქვენ გიორგი ჭყოვიძე წარმატებით დაიცვა დიპლომი და წარმატებით სადაპირებთ აი ამ შეძენილი ცოდნის გამოყენებას თუ აპირებთ თქვათ მეორე საფეხურზე სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელებას ან თქვათ აი საინტერესოა კიდევ ვიცით რომ თქვენ გქონდათ პრაქტიკული სამუშაოების შესაძლებლობაც სწავლის პროცესში და აი ხომ არ გაქვთ უკვე ჩაფიქრებული სად გინდათ რომ იმუშაოთ და სად დასაქმდეთ დიახ აი პრაქტიკულს რაც შეეხება ჩვენ მესამე კურსზე გქონდა რამდენიმე დღიანი აზომვითი პრაქტიკები ჩვენს რესტავრაციის პედაგოგთან ერთად დაახლოებით დღიანი აი ჩავხატეთ და ავზომეთ ანჩის ხატი. აი უმაღლეს დონეზე გვასწავლეს როგორ უნდა ვიმუშაოთ ძეგლებთან და ერთი პერიოდი იყო რომ ვფიქრობდი შეიძლება რესტავრაციას გავყვეთქო, მაგრამ აი ბოლოს მაინც ამჯობინე საერო არქიტექტურაშიც ხომ არ ვცადო, აი როგორი იქნება ჩემს როგორ გამომივა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვფიქრობ გაგრძელებას მაგისტრატურაზე არქიტექტურის და აი ნახოთ ახლა წელს ვემზადები გამოცდებისთვის და წელს ვფიქრობ გავაგრძელო და არ ჩავაგდო არც ერთი აბიტურიენტებს სასურჩევთ ეს შეკითხვა ორივეს თქვენ გვეკითხებია ვინც გადაწყვეტს რომ ჩააბაროს თქვენთან მოვიდეს ზოგადად აბიტურიენტებს ებდო რომ ისეთ წელია ხე პერიოდი ესეთი ყველას ვურჩევთ რომ მოვიდეს სულ ერთია რა საფეხურზე იქნებიან როგორ იქნებიან თავარია რომ მოვიდნენ და ისწავლონ აქ და დანარჩენ ჩვენ ყველაფერს ჩვენ თავზე ავიღებთ აქ ესენი იღებენ ორმაგ სწავლას და ეს არის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული დღევანდელი სხვა სასწავლებლებიდან რომ საღვთისმეტყველო სწავლებაც გვაქვს აქ საკმაოდ სერიოზული ლიტურგიკას სწავლობენ ეკლესიის ისტორიას სწავლობენ ძველი და ახალი აღთქმა ცხადია და ამავე დროს პარალელურად ქართული ლიტერატურის ისტორიას ნუ ყველაფერს საფუძვლიანად თანდათანობით ესენი გადიან პლუს აქ არის საერო არქიტექტურაც ავტოკადსაც სწავლობენ არქიკადსაც სწავლობენ ყველაფერი უფასოა თან და გითხრათ და რასთავარი ანუ აწყობენ ამას თვითონ ყველაფერს და შეიძლება დასაქმდნენ რომ წაჭაბაროს სადმე უკვე ისეთ ცოდნას წაიღებენ. გარდა ამისა ვასწავლეთ სოფლიო ხელოვნების ისტორიას, ქართული ხელოვნების ისტორიას და დღეს ასე მუზეუმების საშუალებაც გვაქვს უკვე რომ ვატაროთ ბავშვები. სწავლობენ ასევე მეოთხე კურსთან უკვე ხუროთმოძღვრების ისტორიას ქართული ცალკე, რაც საეროსაც გულისხმობს, არ გულისხმობს ასე თქვა მარტო საეკლესიოს და თან მათთან ერთად სულ მუშაობთ. ასევე სივრცითი მოდელირება აქვს. აი რა გითხრათ, ძალიან ბევრი ხატვა, ფერწერა, აკვარელს სწავლობენ, როცა აბარებენ. და ქალაქში დადიან და სკეჩებს ხატავენ და ნუ აი ჩანახატების დონეზეც ვასწავლეთ რომ სწრაფი აზროვნება გქონდეთ. ანუ ძალიან ბევრი რაღაცას ვასწავლეთ იქ თანდათანობითი რა თქმა უნდა დისციპლინა და რა თქმა უნდა მათთვის ძალიან საინტერესო იქნება და სადამდე შეგვიძლია გავყავს ქალაქ გარეთ თუ შევძლებთ რომ ვატაროთ ვაჩვენოთ და იქვე ჩავატაროთ ლექცია ამაში აკადემია თვითონ გვეხმარება ცალკე ჩვენ თვითონაც რაღაცას ვახერხებთ ხოლმე და აი ეს გასვლითი ქალაქშიც და ქალაქ გარეთაც ძალიან კარგი ასეთი ლექციები რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ ასევე დიახ რაღაცის თქმა გინდოდათ და ბრძანეთ დიახ არა თქვენ მეკითხებოდით რას უსურვებთ და აი მან ახალზე გავუსვა ერთ რაღაცას აღნიშნავ რომ აი თბილისის სასულიერო სემინარიაში უკვე მეოთხე წელია რაც არის აი ქართული თავისი გალობის გუნდი ყავს სემინარიას სემინარის სტუდენტებისგან დიახ და თქვენ გალობთ სემინარიის გუნდში დიახ მეც ვგალობ და ზაალიშვილის ხელმძღვანელი კი ბატონო და ლექსო გრემელაშვილი არის აკადემიის გუნდის დიახ ეგ არის აკადემიის გუნდის რეგენტი დიახ და აი ურჩევდი ახალ სტუდენტებს რომ თუ ოდნავ მაინც სურვილი აქვს მაგრამ არ არის დარწმუნებული ხმა არ აქვს მენა არ აქვს ურჩევ რომ მაინც ცადოს შეიძლება აღუჩინო. კი ბატონო, მეც ესე ვიყავი ზუსტად არ მეგონა რომ ხმა მექნებოდა და ბატონო ლაშამ არ გინდა თუ არა შენ უნდა იგალობო
გამოგდისო და აი დღეს გუნდში ვგალობდა. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ადამიანში ღვთისგან ჩადებულია ყველა ცოდნა, მას უნდა გაღვიძება. ამიტომ ეს შემოქმედებითი ბუნება ყველას აქვს და ამიტომ აქ ვცდილობთ გავაღვივოთ, რომ რო გავუშვებთ საეროში, უკვე ინტერესი და სიყვარული აქედან გქონდეთ წაღებული. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ და ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ქეთევან აბაშიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კურსდამთავრებული იოანე ლორთქიფანიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ახლა კი სიუჟეტი გალერეა ოპიზარში სამცხე ჯავახეთის მხატვრების შემოქმედების ამსახველი გამოფენა გაიხსნა, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება და უფრო ცლად შევწყობთ სიუჟეტიდან ამ საინტერესო გამოფენის შესახებ. საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონში მოღვაწე მხატვრების ხელშეწყობა და მათი შემოქმედების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მხატვართა კავშირის გალერეა ოპიზარმა ამჯერად სამცხე ჯავახეთის მხატვრების შემოქმედება გააერთიანა. ამ რეგიონის ხელოვანთა ექსპოზიციას საგამოფენო სივრცე პირველად მასპინძლობს. ჟანრობრივად მრავალფეროვან გამოფენაზე სხვადასხვა თაობის 80-მდე მხატვრის ინდივიდუალური სტილით შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მხატვართა კავშირი რა თქმა უნდა ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბის საგამოფენო პროექტებს, რაშიც მონაწილეობენ ძირითადად თბილისში მოღვაწე მხატვრები, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში აქ არიან ჩართული ხოლმე რეგიონში მოღვაწე ხელოვანები. სხვადასხვა რეგიონის მხატვართა გამოფენები რეგულარულად ტარდება ხოლმე და ამჯერად პირველად მოხდა თბილისში სამცხე ჯავახეთის რეგიონის მხატვრების გამოფენა. ჩამოყალიბდა სამცხე ჯავახეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია, გაერთიანდნენ ბორჯომელი, ახალციხის, ადიგენის, ნინოწმინდის მხატვრები და შეიქმნა ერთ-ერთი საკმაოდ კარგი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელთა გამოფენა ჯერ ჩატარდა ახალციხეში, არის სამხატვრო სკოლა, რომელსაც ქალბატონი ლელა ფერაძე ხელმძღვანელობს. და იქ დაიბადა იდეა, რომ აი ესეთი წარმატებული ხელოვანი ხალხი სამცხე ჯავახეთში მოღვაწე შემოქმედი ადამიანები გამოგვეფინა თბილისში და აი ესე განხორციელდა ეს პროექტი. ექსპოზიცია ჟანრობრივის გარდა თემატური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პეიზაჟები, პორტრეტები, საეკლესიო მხატვრობა, ხის ნაკეთობები, სპილენძის კონსტრუქციები და ქანდაკებები. წარმოდგენილია ამ გამოფენაზე გურამ ღებრიშვილი, მთელი მისი ოჯახით, ეს არის 4 თაობა. არაჩვეულებრივი ხელოვანი გახლავთ თვითონ გურამი, მისი შვილები არიან წარმოდგენილი, მუშაობენ სხვადასხვა ჟანრში, ხედავთ, აქ არის აბსტრაქტული მხატვრობაც არის, საეკლესიო მხატვრობა, ილუსტრაციებია შესანიშნავი, აი ვეფხისტყაოსნის თემაზეა შესრულებული ეს ილუსტრაციები, მრავალფეროვანია მისი შემოქმედება. აქეთ არის კიდევ შვენიერი მხატვარია წარმოჩენილი, ეს ნათია ღებრიშვილის ნამუშევრებია. აი ძალიან საინტერესო მხატვარი გახლავთ ჟანი აგერხეთარიშვილი, ძალიან ისეთი გრაფიკოსი არის, საოცარი ნამუშევრები გახლავთ. ხედავთ როგორი პასტისფერებით არის შესრულებული ეს ნამუშევარი და ძალიან ფილიგრანული ტექნიკა არის გამოყენებული. თანგული ორთოვიძე გახლავთ, ეს ბორჯომში მოღვაწე პროფესიონალი, ძალიან წარმატებული ხელოვანი გახლავთ და ნახეთ როგორი ძალიან საინტერესო ქანდაკება წარმოადგინა ხეში, ბარელიეფი. სულ მალე საქართველოს მხატვართა კავშირი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგის დაბეჭდვას გეგმავს. ენდი ბარბლიშვილი, ეს არა მარტო საქართველოში უცხოეთში ძალიან ცნობილი მხატვარი გახლავთ, ეს მისი აბსტრაქტული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ყველანი გახლავთ და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრები. ჩვენ ესენი გავაწევრიანეთ, მივიღეთ, იქაც ჩავდივართ ხოლმე რეგულარულად, ვეხმარებით ამ ხალხს და ჩვენც ახლა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაუბეჭდავთ ამათ კატალოგს და ვაკეთებთ კარგ ქართულ საქმეს, ეროვნულს. საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა ოპიზარი სამცხე ჯავახეთის მხატვრების ექსპოზიციას კვირის ბოლომდე უმასპინძლებს. დედაქალაქში ამ რეგიონის ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა მომავალი წლიდან ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. პროექტის დამფუძნებელია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო და თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი, ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გულანის რედაქტორი ქალბატონი ბელასარია და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნება ტექნიკური რეჟისორი, ბოდნი დიასპორების ალიანსის წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში მაკა მედუდაშვილი. დილომშვიდობისა ქალბატონებო. მადლობა სტუმრობისათვის და როგორც ასეამოვნო თემა ქართული კალიგრაფია, რომელიც ასე გვიყვარს, უნიკალურია. ჩვენ ერთხელ გვისაუბრეთ კალიგრაფები ყოლია და ვფიქრობ დროული იყო და თიკას მადლობა ამისთვის რომ საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნებული იყო. სამწად ისი როგორია ძალიან მალე როდის სად გაიმართება და გითხარით როგორ გაჩნდა ეს იდეა ალბათ იქა გაგიზიარებდათ ამას. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის რომ შეგვიძლია თქვენს ერთგულ მაყურებლებს ვესაუბროთ. მინდა თქვენს მაყურებლებს ბოდიში მოვუხადო იმისთვის რომ დღეს მათ პირადად თიკა არ ესაუბრება, ეს არის ობიექტური მიზეზებით შექმნილი გარემოება. იცოდეთ ჩემო ძვირფასებო რომ თიკასთვის თითოეული თქვენგანი ძვირფასია და ყველაფერს რასაც ის აკეთებს იმისთვის რომ ჩვენ ერთიანი ეროვნული შეგრძნება, ჩვენი იდენტობა კარგად გქონდეს გააზრებული და რაც მთავარია შევძლოთ იმის დაცვა, რასაც ქართველი და ქართველობა ჰქვია. თიკა არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანია, იცით თქვენ მოგეხსენებათ ეს და ფესტივალის იდეაც, რა თქმა უნდა, არ გაჩენილა გუშინ და გუშინწინ. უკვე მრავალი წელია თიკა საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს გამოფენებს, შეხვედრებს, ვორქშოპებს, ევროპული დიდი უნივერსიტეტებიც კი ჩაბმულნი არიან ამ არაჩვეულებრივ საქმიანობაში და აი როგორც ნაყოფი ამ საქმიანობისა, მრავალწლიანი საქმიანობისა შეიქმნა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაცია, ესეთი ამბიციური და ძალიან მნიშვნელოვანი ასოციაცია თავისი მიზნებით და აი ამ ასოციაციის მიერ გადაწყდა ჩატარებულიყო ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი სახელად გულანი, ასეთი ლამაზი სახელით. ფესტივალი მოიცავს მრავალ აქტივობას, ეს არის ბუფერულ ზონაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები მოსწავლეების, ბავშვების, ასევე თბილისელი ბავშვების, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩვენთან ჩართული მოსწავლეების ნამუშევრების, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენას, ეს იქნება სრული ფეიერვერკი, იმიტომ რომ ამ კალიგრაფიულ გამოფენაზე ქართული ანბანი, ქართული ასოების მოხაზულობა სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და თითოეული შემსრულებლისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით იქნება გადმოცემული. კალიგრაფია ხელოვნება ასევე. ეს არის მონასმების ხელოვნება, შეიძლება ასე ვთქვათ და აი ამ მონასმების ხელოვნებაში ერთმანეთს გაჯიბრებული ადამიანების არაჩვეულებრივი გამოფენა გაიმართება, გამოფენა კონკურსი, ჩვენ გვეყოლება გრან-პრის მფლობელი, გვეყოლება განსაკუთრებული დამსახურებებისთვის გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ასევე დააჯილდოვებს ფესტივალი გულანი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფესტივალი აიღებს თავის სტარტს და ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოში. მნიშვნელოვანია ის, რომ ფესტივალში მონაწილეობენ თურქეთელი ქართველები, მონაწილეობენ ქართველები ჰერეთიდან, მონაწილეობენ ფერეიდნელი ქართველები, მონაწილეობენ არა ქართულ კალიგრაფიაში გავარჯიშებული, მაგრამ საკუთარ კალიგრაფიაში დახელოვნებული იაპონელები. აი ყველას ვურჩევ მობრძანდით 18-ში სასტუმრო მერიოტში, 14-ში მაპატიეთ 18 საათზე სასტუმრო მერიოტში გახსნა იქნება ფესტივალზე იქნება საკონკურსო დაჯილდოებები, იქნება სხვადასხვა საფესტივალო აქტივობები და რა თქმა უნდა იქნება ფესტივალის ძირითადი მოვლენა, ეს გახლავთ თიკა სვანიძე-ვენკოს რიგით მეორე წიგნის გულანის პრეზენტაცია. გულანის, რომლის რედაქტორი
რიც გახლავთ მე და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც თიკასთან ურთიერთობაში აი ამ ორი არაჩვეულებრივი წიგნის შექმნას დასჭირდა ამან როგორც პიროვნება გამზარდა, როგორც რედაქტორი გამზარდა და მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი გულანის, აი სულ ერთი წუთით. და გადავიდეთ უკვე სპექტაკლზე, რომელიც 21 ივლისს გაიმართა. გულანის მიზანდასახულება რა გახლავთ, ნახეთ, ეს არის ქართული კალიგრაფიული შედევრებით გაფორმებული მცირე ტექსტების კრებული. იცით რომ დიდი ტექსტების ეპოქა დასრულდა სამწუხაროდ, ადამიანები ორიენტირებულები არიან მცირე ტექსტების, მათ შეიძლება მოკლე ტექსტებზე, მოკლე ნიშნავს ლაკონურს, მოკლე ნიშნავს დატვირთულს დიადი აზრით. ეს არის წიგნი, რომელიც დაბეჭდვამდე გახდა ბესტსელერი. 100,000-ობით ხელმომწერი და გამომწერი ყავდა ამ ფრაზებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ ფრაზების შეკვრა და წიგნად გამოცემა. ხოლო იდეა რომ ეს არა მხოლოდ ამ აზრების ნაკრები ყოფილიყო, არამედ აი დიდ ეროვნულ საქმეს დაკავშირებოდა კალიგრაფიის პოპულარიზაციას, რა თქმა უნდა, ქალბატონ თიკას ეკუთვნის და ეს კიდევ ერთი მცდელობა სწორედ ამ ნიშის ქვეშ გაერთიანდეს მთელი საქართველოში მცხოვრებით და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფიც. ასე ვისაუბროთ თეატრზე, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ რომ წარმოადგენელი ბრძანდება და 21 ივლისს კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენის აშენება გაერთიანებული ეს ორგანიზება და რუსთაველის თეატრში 19 საათზე გაიმართება სპექტაკლი მიდი შეცვალე სამყარო. ვითხარით ამ პრემიერაზეც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ თეატრის არსებობა და აი უკვე ახალი სპექტაკლით და წარდგება. თქვენთვის პირადად კარგად არის ცნობილი ქართული დიასპორული თეატრი დაბრუნება, რომლის ასევე დამფუძნებელიც გახლავთ ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკო და წელს უკვე ჩვენ წარმოვადგენთ რიგით მესამე სპექტაკლს. გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად შარშან ჰელადოსმა. დიახ, ჰელადოსმა როგორი გამოხმაურება პოვა და წელს უკვე რითია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვიწვიეთ საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტი, ჩვენი თანამემამულე ბატონი მალხაზ რაზმაძე, მისი ფსევდონიმი, თეატრალური ფსევდონიმით მიშა რატიანი, რომელმაც საკუთარი პიესა წარმოგვიდგინა. მიდი შეცვალე სამყარო და სწორედ ეს სახელწოდებაც თიკას პირველი წიგნიდან ინსპირაცია აი სწორედ იქიდან მიიღო. და საინტერესო ის არის, რომ ეს არის დიასპორული თეატრი, რომელშიც გაერთიანებულია, მოწვეულია, უკვე ჩამოვიდნენ ევროპიდან ჩვენი ახალგაზრდები, ქართველები, მიმდინარეობს უკვე რეპეტიციები 161 სკოლაში, რისთვისაც უღრმესი მადლობა ამ სკოლის ხელმძღვანელობას, რომელთაც უსასყიდლოდ დაგვითმეს სარეპეტიციოდ ეს ვრცელი დარბაზი. ჩვენ საინტერესო ის არის, რომ წელს ასევე ჰერეთიდან მსახიობები გვეყოლება მოსწავლეები, ასევე ფერეიდნიდან უკვე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ასევე შემოგვიერთდება ინდონეზიიდან ერთი მსახიობიც. ანუ აზიაც უკვე ჩვენს გვერდით არის. ამერიკიდან, ევროპიდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სულ ქართველებზე არის საუბარი? აბსოლუტურად. ნუ ინდონეზიიდან არ არის, არა ქართველია, დიახ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, რომელსაც სურს რომ ქართულად რამდენიმე ფრაზა წარმოთქვას და შეასრულოს, მიიღოს მონაწილეობა ჩვენ სპექტაკლში. ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის და საერთოდ სრულიად საქართველოს მოიცავს. და მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ დიდ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში ჩვენ გვერდით დგას კულტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ასევე აფხაზეთის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა მინისტრს ბატონ დავით ფაცაციას და ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი რეგიონის, ჩემი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უღრმესი მადლობა ბატონ თამაზ ბესტაევს, რომელიც უკვე მეორე წელია ასე აქტიურად დაგვიდგა გვერდით და ყველანაირად გვიწყობს ხელს. დიახ, ასევე რუსთაველისიაცაც ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, პირახლა აი ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, უბრალოდ რუსთაველის სცენაზე ფეხის დადგმაც კი ჩვენთვის ყველა თითოეული ადამიანისთვის საოცნებო და უცბად აი ასე
ამდენი ბავშვი თავს მოიყრის რუსთაველის სცენაზე, სადაც ჩვენი დიადი ოცნება და დიადი კორიფეები იდგნენ და ჩვენთვის ეს უდიდესი პატივია და ამის გამო უღრმესი მადლობა, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციას. განჩენს იხილავთ უკვე მერიოდში და რუსთაველის თეატრში. 21 14 ივლისს ჯერ და შემდეგ 21 ივლისს გეპატიჟებით. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ასევე თინათინ სვანიძე ვენკოს, რომელიც ესეც საინტერესო პროექტებს უძღვება და აერთიანებს საზღვარგარეთ გარეთ მცხოვრებ ქართველებს, ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა მას. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი, ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, გუანის რედაქტორი ბელასარია და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნება ტექნიკური რეჟისორი, ფონდი დიასპორების ალიანსის წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში მაკა დოდაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ელისაბედ აბულოძე, კახა მიქიაშვილი. მუშაობდით თქვენთვის მომავალ შეხვედრამდე გაშლებით. ნახვამდის.